დავიბლოკავი რა ვიდეოს ალბათ YouTube-ზე, თუმცა მოკლედ კომენტატორობის თემაზე ვიტრიალოთ და მოდი რაზეც კიდე იმაზე ვიტრიალოთ. და მე ის ადამიანი ვარო, ვინც ყიფიანთან ერთადო თამაშობდა ფურცლითო, ვარკეთილის მეტროსადგურიდან რუსთაველის მეტროსადგურამდე და პირიქით გამოჩქმალო და სამ წამში მითხრა რანაირად. ძალიან გაგითხვა. მითხარი რა შეუძლია შექმნას უფრო ბედნიერი საქართველო ვიდრე 26 მარტის. უცოდინრობა გაყიდე გულწრფელობაში. რუსები იყვნენ. მაგას ვერ დავმალო ვერანაირად. კარგი, აქ ვართ მაგისტრის. შენგან მეგობარო ფეხბურთელი არ გამოვა. აი სალამი საფეხბურთო იზოლაციიდან ეს ჩვენი პოდკასტის რიგით მეორე ეპიზოდია და ჩვენი სტუმარი არის აი როგორ მინდა გამოგაცხადო იცი აფსონა უბრალოდ. იმიტომ რომ ბევრნაირი ვარიანტი შემიძლია მე ხო თესეული ვარ და თესეუს დამსახურებული ლექტორი, ადამიანი ენციკლოპედია, ადამიანი ლინგვოკულტუროლოგი, აი რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა, სიტყვათა მარაგი არსენალი ხო და მოდი აფსონა დავტოვოთ რა. მაინც გამოვიდა ყველანაირი გამოცხადება, მაგრამ ჯამში მაინც გამოვიდა. სალამი მოგესალმებით. კაია, ასწორებს თქვენ եղობთ წარმატებები. მიხარია მე ამ სიამაყით გავიხსენებ რომ აი ერთ-ერთი პირველი სტუმარი მე ვიყავი. მაგას ვიზამია არ მინახავ ხართან. კი ბატონო, მე სიტყვა კი არ მიყვარს, მაგრამ ეს გამართულად ლიტერატურულად თქვი. აი მინახავ ხარ ეგეთი არის ხო. ბიჭი კარგი ხანია ისე მართლა, მაგრამ მშვენიერ გარემოში შევხვდით და ვეჭობ რომ საინტერესო თემებზე ვისაუბრ. კი ბატონო. რა ხდება ერთი შენ საკომენტატორო ამბებში კი ბევრი და თან არ მინდა ხოლმე რომ ნებისმიერ სტუმარი ვინც მოვა ჩემთან დატკეპნილ თემებზე ვისაუბრო ხოლმე, მაგრამ მაინც მოდი მე გელაპარაკები როგორც ეს მაგაცები ვისაუბრო. როდის გავა ეს გადაცემა მითხარი და მე მეკითხი რა ხდება ეჭე. ალბათ ორ კვირაში? ორ კვირაში თუ გავა გეტყვი რომ როცა ახლა მედეშინ ერთმანეთს ხვდებით, მე ვიქნები ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მიუნხენში. თემას მოდი იყოს კომენტატორობა, ოღონდ კომენტატორობის ცოტა ისე გაგიშლი. პირველი ზოგადად პოდკასტის მაყურებელი ვიყავი წლების განმავლობაში და ბოლო წელიწადია ერთიანად მოვწყდი. შესაბამისად რაიმე ინფორმაცია თუ იქნება ისეთი რაც შენ რომელიმე პოდკასტში გისაუბრია, შეიძლება მე მოსმენილი არ მქონდეს. ყველაფრის შეიძლება ხოლმე მითხრა და ამოჭრა შეიძლება ეს ერთ. სხვადასხვა თული ყოფილა. პირველი სტუმარი ნავალოვსკი მყავდა, ტოპ მოსაუბრეა მერწმუნე და იმით ვამაყობ რომ ბევრგან საერთოდ არ არის ნამყოფი და მოვიდა. ნამდვილად, იმიტომ ვერც ვიხსენებ. ხო. და ვერ წავედი რაღაც ვერ წამოიღო რა და ეხლა მე შენი იმედი მაქვს თუ ძალიან გაინტერესებს ეხლა. კარგი, აქ ვართ მაგისტრის. ხო. კომენტატორობის თემაზე ვიტრიალოთ და მოდი რაზეც კიდე იმაზე ვიტრიალოთ. როგორ დავიწყოთ, იცი? დირთი მაინდა. ჩაუს. კომენტატორის ხელოვნება შენს აი რო აიღო. აი ეს სიტყვა, ეს ფრაზა პირველი რას გახსენებს? ცალკეულ პერსონალიებს ალბათ უფრო და ტიპაჟებს ვისგანაც სწავლას ვცდილობდი, იმიტომ რომ მაინც მაგასთან ასოცირდება და მე უკვე რუსები იყვნენ. მაგას ვერ დავმალო ვერანაირად და ვიტყვი რომ მე მყავს რამდენიმე ეგ ფავორიტი კომენტატორი რა. არა მხოლოდ რუსები ხმალთ პირველ რიგში როცა მაგაც ბალანსი არის ხოლმე საქმე სულ ვახსენებ ბიზნეს ბარათაშვილს და მე შემიძლია ავხსნა რატო ბიზნეს ბარათაშვილი, იმიტომ რომ მესმის რომ შეიძლება ყველასთვის როგორც ასეთი კომენტატორი ის არ იყოს გონებაში პირველი ვერსია, თუმცა ხო როგორც ცოდნე როგორც მართლა რაც წეგან თქვი ჩემთან მიმართებაში და რაც არასწორია და რაც უხდება ბიზნეს არის ენციკლოპედია, მე მართლა არ მიხარ. არა. ბიზნეს აუცილებლად. თუმცა აი რუსებიდან პოპულარულებიდან აუცილებლად ვასილი უტკინი, იური როზანოვი, არაპოპულარულებიდან რომან ტრუშიჩკინი, რომელიც დღემდე რჩება ჩემ ფავორიტ კომენტატორად. სახელი ვარი დამოუჭდა ჩემი სირცხვილი სტამბაში რომ გადავედი ჯერ კიდევ რომ სადაც კირილ დემენტიევი და მიხაილ მელიკოვი ორი ცალი ეგეთი ძალიან აიკონიკ პერსონაჟი ჩვენთან და მე მაგრამ მიხარია იცი რომ თუ ამ თემაზე ვლაპარაკობთ ხო აი წარმოგიდგენო 2007-ში როცა ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მე გარხი და მივხვდი რომ გადართავდა სულ ფეხბურთი და ორი ტიპის ხმა მესმოდა რა მუშაობდა დემენტიევი ბუნდესლიგაზე მუშაობდა მელიკოვი სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთზე და მათ შორის ბუნდესლიგაზე მაგრამ ბოკა ხუნიორსი გრემიო რო წაიყვანა დემენტიევმა და მახსოვს 2007-დან და მე გამოხდა ხანი და ჩვენ გავხდით თანამშრომლები ცოტა კულტურული შოკი მქონდა მართლა გეუბნებოდა რომ ველაპარაკებენ რაც ურჭიქა დაულიეთ გავცვალეთ მოსაზრებები ქართულ რაგბიზე ურუგვაულ ფეხბურთზე და რაღაცა მეთქი
ანუ აი უშუალო ტიპი აღმოჩნდა. არა, ძალიან რა თქმა უნდა და ჩემთვის კომენტატორები ეგეთები არიან. კი, ხო რა, იმიტომ რომ უყვარს ფეხბურთი, უყვარს სპორტსახეობა, ლაპარაკი და ავტომატურად თან кейფის პროცესში უფრო გახსნილია. თავისთავად ხო და ეგ იყო ჩემთვის ძალიან სერიოზული აღმოჩენა რა მიუხედავად იმისა რომ მე არც ერთი ჩემთვის არ ყოფილა როულ მოდელი ან რაც ან გიждებოდი ცოტა თქვა მე არ ვსწავლობდი ვიღაცებისგან რა და მაგასაც ვიტყვი რომ ჩემი ერთგვარი ფორმულა იყო რომ რამენაირად შემედგინა ოპტიმალური საკომენტატორო მოდელი რაც გულისხმობს იმას რომ ვიღაცებისგან სწავლობ ამის ინტერპრეტაციას აკეთებ მე შენსაც უმატებ მე იმასაც ითვისებ მე შეიძლება ცოტა დროული შემოგყავს ცოტა უტკინი არის ცოტა ქართული ნარატივია და რაღაცა მიქსით და კოქტეილით იღებ იმ შედეგს რაც გინდა ნუ ოპტიმალურად ბუნებრივია ვერასდროს ეს არ მოაჩენ შენ თავს თუმცა მაგ მცდელობაშიც იმდან კარგი პროდუქტი ჩნდება რა ხო რა მე ვფიქრობ რომ ეს ამად ღირდა ამ მცდელობაში ბუნებრიობას როგორ ინარჩუნებ ხოლმე იმიტომ რომ ვიღაცებს გონიათ ხოლმე რომ ბევრჯერ ძმაკაცებთანაც დავა მქონია რომ შენი გამომწერები არიან პირად ინსტაგრამზე იქნება ფეისბუქზე და აი ტაფსონა და ეს ხო მეთქი ანუ არ იცნობ ტაფსონა პირველი ტალღა მქონდა ხოლმე რომ აჭარა სპორტში რო გავიცანი ანდრო ხელაძე და ვამბობ რომ ეს ადამიანი არ არის ხელოვნური ხო და მეორე ტალღა მქონდა უკვე ტაფსონას იმიტომ რომ დავსხდებით ანუ აბატასთან ერთად სულ გონია რომ სუფრაზე ხარ, ოღონდ როგორ სუფრაზე, იცი, სადაც ყველა ის мама პაპური, სადღეგრძელო თქმას არ ვაპირებ. мама პაპური ეს იქნება ხალხური თუ სალიტერატურო ამბები, უნდა განიხილო ან ნებისმიერ წინადებას რო გეუბნება. ანუ ეს მოგდის ლაით მოტივად. შესაბამისად, არ არის ეს ადამიანი ხელოვნური და თუ ხელოვნურია მაშინ ოჩახ მას ისეთი ნიღაბი იქონია მორგებული რომელსაც თელი ცხოვრება ჩვენ ნიღაბი ყოველს გვაქვს. კი რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კომუნიკაციაში რო სუ ეგეთი იყო, სულ ტონუსში უნდა იყო და არა. მცირე დოზით აქ არტისტულობა მოსულა რა, იმიტომ რომ ეს პროფესია გულისხმობს მაგას და ძალიან მომწონს ეგ ნაწილი კარგია რომ რაღაც მხრივ ხარ მართლა არტისტი, არ გახარ სცენაზე და არ თამაშობ სპექტაკლში, მაგრამ გიწევს მაგალითად ემოციების კონტროლი, გიწევს რომ შენი საყვარელი გუნდის სიმპათიები ცოტა დათრგუნო და მიხვდე იმას რომ ეკრანს მიღმა იქ ორი ბანაკია, ორ მხარეს აინტერესებს რას ამბობ და არც ერთს უნდა მიემხრო, იმიტომ რომ რა პონტია. ძმაო, იქ ვიღაცები გიყურებენ და შენი მოსმენა უნდა და შე რომ ძალიან ცალმხრივად იცაყი რომ ეს ყოველთვის კარგია, ეს ყოველთვის სოდი არა, ხო? ეგ არტისტულობა ბუნებრივი არის, მაგრამ ყალბი და ხელოვნური მე მგონია რომ ვერ იქნები ამ საქმეში. ოღონდ ბარემ რადგან კომენტატორობაზე ვსაუბრობთ, ეგეთ თქვათ რომ ჩვენთან საქართველოში ქართულ ენაზე დაყვანილი თამაშების კულტურა გულისხმობს იმას რომ ფესვები მოდის მაინც თეატრიდან. ეგ არის ძალიან უცნაური. რუსული პრაქტიკა. საბჭოთა კავშირში, რა თქმა უნდა, რუსებმა გადაწყვეტეს, რომ უნდა ყოფილიყო თეატრისა და კინოს მსახიობი დაყენებული ხმით, დიქციით და მეტყველებით. ეს ჩვენ გადმოვიღეთ და ჩვენ შედეგად მივიღეთ ეროსი მაჯგალაძე. მივიღეთ კოტე მახარაძე და ძალიან მაგარია, იმიტომ რომ იმ ხალხმა შექმნა ცალკე სკოლა, ცალკე მიმართულება და დღესაც ხო ხდება რა იმდენად მაღალი დონეზე რადიოში უსმენდა ხალხი. ზუსტად და იმდენად მაღალი დონეზე თუ დღეს შენთვის ანუ როგორც კომენტატორის შეურაცხყოფის მოყენება უნდა შენც არ მყავდა ეროსი მახარაძეს გეუბნებით უეჭველად დომოთ მართლა არა კოტე მახარაძე შენც ხოდე კოტე მახარაძე კაი რო შევაერთე ეგ ამბავი რა იმიტომ რომ ხო პრინციპში იგივე არის ეროსი მაჯგალაძე მახსენდება ხოლმე პაემანი ვერა რომ არის დადგმული უდიდესი კი ბატონო ეროსი მაჯგალაძე არის ფანტასტიკური მსახიობი კაცი რომელსაც ლიტერატურა ძალზე უყვარდა მანდაც ხო ნამდვილად და ისე რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო გამხმოვანებელი იმიტომ რომ რამდენიმე კინოსახე რომელიც ჩვენ ვიცით არ ვიცით ბუნებრივი ხმით იმ ადამიანების ხმა იყო ეროსი მაჯგალაძე და ეგ ძალიან კარგი არის რა იმიტომ რომ ეს ხმა არასდროს არ წაიშლება ქართული კულტურიდან მაგრამ მომწონს იმიტომ რომ მე ვგიჟდები ქართულ კინოზე ხო და მაგას გულისხმობდი რომ მაინც სამსახიობო პრაქტიკიდან მოდიოდა ეს ყველაფერი ამ დარგის ოსტატებიც იყვნენ დამსახურებული არტისტები და შესაბამისად ეს თვისება კარგად ხონდათ გამჯდარი და ჩვენ შემთხვევაში ვიძახი რომ უფრო რთულად ადაპტირებადი არის არტისტობა გიწევს იმ ნაწილში რომ შოუმენი უნდა იყო პრინციპი როგორია იცი დღეს თანამედროვე კომენტატორის და მთავარი ამოსავალი წერტილი რომ აი შვეიცარიული დანა რა ვიქტორ ნექსოგენ ახოს რამდენი რაღაცა რა ამდენი ფუნქციონალის ხო ანუ შენ უნდა იყო გამრთობი შოუმენი უნდა იყო კარგი ლირიკოსი უნდა იყო კარგი ემოციის გადმომდები უნდა იყო კარგი ტექსტის შემდგენი ბევრი ერთში ხარ
და ძალიან რთული ამბავია გულწრფელად, იმიტომ რომ მე ეს პროფესია უფრო მეტად მნიშვნელოვნად წარმოაჩინე ვიდრე არის, მაგრამ მაინც. მაგრამ ნუ ამას აქვს თავისი ხიბლი და დამერწმუნება ყველა ვინც ამ საქმეში ოდესმე ყოფილა იმავე სიტყვის. კი ბატონო. სანამ მაგ საქმეში ყოფნაზე გადავალ, ჩემთვის საყვარელი თემა ხოლმე კოტე მახარაძესთან დაკავშირებით საუბარი. ზოგადად მე ხო ჩვენ ხო ის ხალხი ვართ, ვისაც სულით ხორცამდე ფეხბურთელობა გვინდოდა და საბოლოოდ ფეხბურთთან სხვანაირად დაკავშირდით ზოგი სპორტის ჟურნალისტია, ზოგი კომენტატორიც რაღაც მომენტში მაგას განიხილავს ცოტა სხვადასხვა დეფინიციის მქონე პროფესიები, მაგრამ მაინც ერთდება ხოლმე ან ზოგი მწვრთნელია, ან ზოგი უბრალოდ მინი ფეხბურთს თამაშობს და უხარე. მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ. შესაბამისად ფილოლოგიაზე ჩავაბარე იმიტომ რატო დავიწყე ხა ვიღაცას ეგოისტი რო არ ეგონა რა შუაში ხარ რომ დაბსონას ელაპარაკები და ასაუბრებ. კოტე მახარაძე რო ახსენე. ცხონებული რამაზ ჭილაია იყო ხოლმე ჩემი ლექტორი, ლიტერატურის მცოდნე, საბას ლაურეატია 2021 წლის და მე კორონა და ასე შემდეგ ვეღარ გადაიტანა და გარდაიცვალა სამწუხაროდ და მე მახსოვს რომ როცა ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე მის მოსასმენად დადიოდა მთელი ამალა საქართველოს სტუდენტობის. და რომ მიხვდა რომ ფეხბურთი მიყვარდა. ერთხელ შედგა ჩვენს შორის ესეთი დიალოგი, რომ აბა აი აქსის ლოგოზე ვინ არის გამოსახულით მეთქი, აი რაღაცა ძველი მითოლოგია, ჭtildeურია, რაღაცა ბერძნული რაღაცებს ვიხსენებ და ახლოს ხარ რაღაცებს მეუბნა და მიხვდა რომ აბა შენ რა იცი ძველ დინამოზე რაღაცები რა უთხარ ის და შენ მე ის გონიო რომ ლექტორია, მაგრამ მე კაცი ვარ რომ ვინცო იმას რა ქვია გულდასმით უსმენდა და დღემდე აღიარებს რომ საუკეთესო იყო კოტე მახარაძეო და მე ის ადამიანი ვარ რომ ვინც ყიფიანთან ერთადო თამაშობდა ფურცლითო ფეხით უნდა ჩაგეგდო ნაგავს აყრელში ეს ფურცელი და რამდენჯერმე ყიფიანისთვის თამაშის ბილეთები მომიგია ამითია და რატო დავიწყე ეს კოტე მახარაძეზე ერთი ის ქონდა ხოლმე რომ დიდი პატივისცემა დიდი სიყვარული ჩემგან მაგრამ კოტე მახარაძე იყო რატომღაც რევოლუციონერი და რამხრივ თუ გახსოვს ფრაზა არ ვიცი გახსოვს რა თუ მოგისმენია სადმე ჩვენი გუნდის ალამდარი მაჩაიძე რომ მიუყვეთ ესე წმინდად ქართულ ენაზე ეს არის იმდენად მცდარი შეფარდება გუნდის კაპიტნის და ალამდარის, ნუ ალამდარის საერთოდ სხვა დეფინიციის მქონეა, ხო? უფრო მეზღვაურებთან მიყვას, მაგრამ ამან ესე წამოიღო და ხო, ჩაწერა ამ და მანდ მივხვდი პირველად რომ კომენტატორობა იყო მართლა ის არტისტიზმის ბოლო დონე, იმიტომ რომ რამაზ ჭილაია, რომელიც ალბათ შეიძლება რაღაცებს ვაზვიადებდა ჰიპერბოლა შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლა დიდი პერსონა იყო, მით უმეტეს ქართულ ამბავში, გინდა გრამატიკულ, გინდა სალიტერატურო ამბავში და აი რამაზ ჭილაიამ ბატონმა რამაზმა რომ თქვა რომ აი ეს უდიდესი მცდარი რამ რომ წარმოთქვა და მე არ ჩაბუწიე რადიოს ხმასო და დავრჩიო მივხვდი რომ ეს რაღაცები მოსულა თავად არა ქართულისთვის თორე მე ბევრჯერ იყო სტუმრად ტელევიზიაში სადაც უთქვამს რომ კომენტატორებს რო უსმენ აი მაგალითად სეივი გაახერხა ესეთ ფრაზას ქონდა ხოლმე ჩაჭერა ჩავუწევ ხმას და მხოლოდ გამოსახულებას უყურებ შესაბამისად ეს რაღაც ფრაზები არის ხოლმე რაც მკვეთრად ბევრი კომენტატორებისგან ახლა სულ ჩემები ხართ მაგრამ შენგან მკვეთრად არის ხოლმე რაც შეიძლება პირობითად ვიღაცას არ მოეწონოს თუმცა ყველაზე მრავალფეროვანი თუნდაც მარტო გოლის აღნიშვნა რო განვიხილოთ ვინ გამახსენდება ხო ხელაძის ანდროს სიგიჟეები და შენი ალბათ წამის მემილიონეთში ნათქვამი 1000 რამ რაც საიდან გაგონდება ან გაფიქრდება ეს ნუ შენს განათლებასთან მივდივართ სიტყვათა მარაგი არსენალი ალბათ მანდიდან არის ხო კი მოიჯობს მე მაინტერესებს უშუალოდ შენი ფაკულტეტი TSU სპორტის ჟურნალისტიკა ამ განხრით რამდენად დაგეხმარა, იმიტომ რომ მე ძალიან ისე ვიყავი, რომ მეთქი ჟურნალისტიკა მეწერა, ამოდროულად თეატრალურიც მეწერა და ბოლოს მირჩიეს რომ ჯერ კიდევ ფეხბურთს თამაშობ და მოდი ფილოლოგობა იყოს დაგეხმარებაო ქართულ მეტყველებაში წერა-კითხვაში და შენ რამდენად დაგეხმარა ჟურნალისტიკაზე მოხვედრა. კარგი, გეტყვი. პირველ რიგში გეტყვი იმას რომ პოლიტიკის მეცნიერი ვარ ბაკალავრით, რაც უცნაური ამბავია. არა, იმიტომ ნახე რატო არ არის შენი შესწავლა. მაინორად მქონდა მე ჟურნალისტიკა და ჩემი საგნების უმრავლესობაცა და დროის რაღაც ნაწილის დაუთმეს არ იმ ფაკულტეტს. ეგრე გამოვიდა რომ რაღაცა გული მიგრძნობდა თუ მინდოდა და ზუსტად იმ კორპუსში და იმ სივრცეში ვიყავი, სადაც ხო გრძნობდი რომ კარგი რაღაც მელოდა. იმიტომ რომ შინაგანად ალბათ ეგ იყო რა ჩემი გამოწვევაც და რაღაც მხრივ ბედისედაც რომ ამ სფეროში უნდა მოусულიყავ. რაც დამეხმარა ამას ყველას ვეუბნები საერთოდ რაც ჩემთვის გამოდგა მთავარი
X-ფაქტორი და რამაც ყველაზე მეტად შემიწყო ხელი იყო კითხვა სპორტული გაზეთების. ჩემი ყოველდღიური რუტინა, შეგვალ არ ვიცი რომელი. მე 4 კლასიდან, გულწრფელად მე 4 კლასიდან ვარკეთილის მეტროსადგურიდან რუსთაველის მეტროსადგურამდე და პირიქით რუსთაველიდან ვარკეთილამდე ყოველდღიური რუტინა იყო სპორტული გაზეთების კითხვა. ამას ცხადია თავის უარყოფითი შედეგებიც აღმოაჩნდა და მე მაქვს -3 ორივე თვალში, თუმცა ჯანდაბას, იმიტომ რომ არსებობს საკმაოდ, კარგი ოპტიკური მომსახურება საქართველოში, სათვალე ლინზა და აშო. მაგრამ აი ამის კითხვა იქნება ეს 11-11-ზე სპორტინფო სარბიელი თუ რომელიმე სხვა რამ ჩემი ყველაზე დიდი კოზირი აღმოჩნდა და ძალიან გამიხარდა. მე ამის გამო კონფლიქტები მქონია, ეს არსად არ მithkomს და თუ გინდა ახლა გეტყვი რომ ქართულის მასწავლებელთან ვჩხუბობდი დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ გაკვეთილზე ვკითხულობდი გაზეთებს, ქალბატონი ირინა, რომელიც თუ ამ ყველაფერს ნახავს, ნაცვლიშვილი ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. ვეცდები რომ ის ამოჭრა რომ ნახოს. ანუ ირინა ნაცვლიშვილთან მე მაქვს ფანტასტიკური ურთიერთობა და უბრალოდ მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მე ირინა მომცა ძალიან ბევრი რამ და ახლაც გულშემატკივრობს და ახლაც ყოველთვის ღიად ვამბობ რომ ზოგადად ბევრია წერითი თუ ასე შემდეგ სხვა უნარი დიდწილად არის მის დამსახურება ბრაზდებოდა ამაზე მე მაინც ჯიუტად ვაგრძელებდი მე მიმქონდა მთელი კლასისთვის ეს 30 ცალი გაზეთი წარსულში ნაყიდი რა თქმა უნდა და ყველას ვაკითხებდი დემონსტრაციულად იმიტომ რომ ხო მე მიბრაზდებოდა და მეთქი ხო 30 ადამიანს რას უზამს ეგ ერთი რომ დავიწყო იმ რაღაცა თვით გამომუშავებადი სკილით რამაც მე ძალიან მაგრა შემწყო ხელი მე ამ ფაკულტეტზე მოხვედრა, ანუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებამ ბევრი თვალსაჩინო და არეალი გააჩინა. და ვამბობ მაგას, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა მაინც და მაინც კერძო სპორტის ჟურნალისტიკაზე ისწავლო რაღაცები, გაიარო, ასე შემდეგ და ბლა 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 და გახდე აი ამ სფეროს მსახური. არა. ჟურნალისტი თუ გინდა რომ იყო კარგი, არ აქვს მნიშვნელობა სპორტის, კრიმინოლოგიის თუ რაიმის ხვის. ჯობია რომ რაღაცა კერძო ან ზოგადი განათლების მარაგი დააგროვო და მე ამას მისცეს სპეციფიკური განვითარება ერთი კონკრეტული მიმართულებით. და მე უხეშად რო ვთქვა, სადღაც თავი შეყო რომ უბრალოდ შენი შესაძლებლობები ნახო. რა თქმა უნდა. ამიტომ ხო მე ჩემი ფაკულტეტის ძალიან დამეხმარა, რადგან ზოგადი განათლების ნაწილში ამან ბევრი მომცა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბაზისი მგონია კომენტატორის ხორებაში, იმიტომ რომ ეყრდნობა ვერბალურ კომუნიკაციას და შენ ვერ იქნები მაგდენად საინტერესო თუ ყოველგვარ მოსაწყენ და ბანალურ რაღაცებს ამბობ და პლუს ხო ის წარსული რამაც მე მეტროში კითხვის ამ გაზეთების უამრავი გაზეთის კითხვის წყალობით შესაძლოა მარაგიც მომცა სიღრმეც ენის ათვისების ეგ ძალიან მნიშვნელოვანი სპეციფიკა რაც ხო მგონია რომ კომენტატორს ძალიან ჭირდება. რო სწავლობდი, წარმოგიდგენ, რასაგნების სწავლა მიწევდა. ზოგადად 40 გოგოში რო ერთი ბიჭი ხარ, ბევრ რაღაცაზე მოყვებიან და მაგრამ ყავდნენ ისეთი ლექტორები, ვისთანაც ეგ ვერ გავიდოდა. მაგალითად, ქალბატონი ქეთევან მარგიანი ძალიან მიყვარს, ძალიან თბილი ადამიანი, რომელმაც ფილოლოგია კიდე სხვაგვარ შემოყვარა. იყო სვანური დიალექტოლოგია, ხო ჩალადელ და რაღაცებს სწავლობდი. ამ წარმოგიდგენ, რატო ვამბობ ხა ამას? რომ იძახი რომ ვკითხულობ, ვიმახსოვრებ, წიგნის კითხვა, ესე ცალკე აღებული არასდროს არ მყარებია, თუმცა ბავშვობიდან ქართული ენა მიყვარდა, თემებს წერდი ხოლმე და შესაბამისად რაღაცებს საჩემოდ სულ კითხულობდი ხოლმე და ლიტერატურაში ასე თუ ისე რაღაც ვიცი. იმდენი უცხო სიტყვა მაქვს ნასწავლი და იმდენჯერ დავიწყებია. აი ამას როგორ ახერხებ რომ პირობითად რაღაცა მილიონი კარადის იქით რომ ერთი სიტყვა გიდევს გამოჩქმალო და სამ წამში მითხრა რანაირად ძალიან გაიგითხვა და შვენიერ მცირე guidelines მივცემთ იმ ადამიანებს რომლებიც სულ მეკითხები ხოლმე მართლაო და ძალიან პატარები 15-დან დაწყებული 20 და ალბათ 3-მდე ადამიანები სოციალური ხელმძღვანელი რა ვქნათ როგორ გავხდით რა გავაკეთოთ რომ კომენტატორობა ჩვენი ოცნება კი არა უკვე პროფესია იყოს და მე ხო რა იკითხეთ რაღაცები სულ იკითხეთ რა ვამბობ რომ აი ყვითელი პრესის ნაგლეჯი დაწყებული სამეცნიერო ნაშრომი დამთავრებული თუ ლიტერატურით რაც ხელში მოგხდება ყველაფერი იკითხეთ მაგ კითხვის მთავარი პასუხი არის ძალიან მარტივი რა და ჩვენი კომენტატორი არის თემო ყუფარაძე რომელსაც ეს ვურჩიე და ერთი კვირის წინ მე ვაუ ანუ რა კაი რამე მითხარი რა შეგიჟეო ამას რო ვაკეთებო ვგრძნობ რომ 3-ჯერ 4-ჯერ კარგი კომენტატორი ვარო და როცა არ ვაკეთებდი ხო რა გათვლი მიჭირდა და ასე მოკლედ პერმანენტული კითხვა ახლაც აი ამ დროს ფორმაში ყოფნის მთავარი გამოსავალი და რაღაცა მიმართულება არის რომ შენ მუდმივად რაღაცა იკითხო მე მაგას ვაკეთებ
ოღონდ ისე რომ ვაუ რა მაგარი ტიპი ვარ რომ ვაკეთებ. არა, ჩემი თავისთვის ვაკეთებ რა, მე ეს მჭირდება, ვიცი რომ მჭირდება. მე მინდა რომ ყოველდღე ვიყო უკეთესი კომენტატორი, მაგას ვგრძნობ და ხვდები და რა თქმა უნდა მივდივარ რაღაცა წერტილისკენ და ვთქვა მეტროში რომ ჩავიждები, ისე ვარ კეთილში. აი ეს 12 გვერდი და მე 12 საპასუხო წავიკითხო. გაცილებით მოქნილია ენა, გაცილებით ხარტი და მოაზროვნეა გონება და გაცილებით მოულოდნელად მოდის ის სიტყვა რაც გჭირდება. მუდმივად ფორმაში ხარ და ნუ მე ვეძებ არა მხოლოდ ქართულ ავტორებს, გულწრფელად ხა. ჩემი მთავარი ამბავია რომ თუ სადმე წიგნში, მწერლის ბიოგრაფიაში თუ რაიმე ნაგლითში ფიგურირებს ფეხბურთი, მაგას ვყიდულობ, ვეძებ, ვიწერ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი დიაპაზონი მაქვს რა, ხა ურუგვაელი ავტორები დაწყებული ლევან ბერძენიშვილი დამთავრებული, იმიტომ რომ ბოლო წიგნი ვიყიდე გუშინ წინ ზუსტად ბერძენიშვილის ქვია ფეხბურთის კაცი. არ ვიცი რა წერია, მაგრამ ანუ ფეხბურთის კაცი ქვია წიგნს და რა თქმა უნდა ვიყიდე, იმიტომ რომ მე მეტროში ჩავალ, უეჭვალად რა, ჩავალ მეტროში და ფეხბურთის კაცს მე წავიკითხე. ეგ არა, მგონია მაგაშია გამოსავალი რა. ოღონდ ეს ენათან ჩვენ შემთხვევაში ნაკლებად ადაპტირებული არის ფეხბურთთან და რაღაცების გამოგონება გიწევს. მე არ ვიგონება არაფერს, მე ვსულ უფრო რაღაცებს მიუსადაგო, იმიტომ მე ვსულ უფრო სხვა სპორტული კომენტატორების ეს პრაქტიკა ავიღო, დავფიქრდე, გამოსულ რომ აი ამანა თქვა, ის რა თქვა, ამენას თუ აქ ეს ჩვენ რატო შეიძლება არ გქონდეს და რაღაცებს ვაერთებ რა, ოღონდ ეხლა ძალიან ისე გამომდის რომ არა უბრალოდ გიყვებით იმას რაც შრომობ, რაც ჩემ პონჩი, ჩემ თვის არის, მის რაც გამხდის უკეთეს. მაგას ვაკეთებ. არც არაფერს არ ვიგონებ, არც მგონია რომ აკაკი ბაქრაძის წვლილი და ხვაწლი მაქვს ქართული ენისთვის, მაგრამ ხო ამ საქმეს ისე რა, სიყვარული თუ ემსახურებ. რაც მთავარი. მე მქონდა გაორება ერთ პერიოდში, ანუ ფეხბურთს რო თამაშობდი, ფეხბურთელობის მერე პირველი ალბათ გულისხმობა შვანის კომენტატორობა მინდოდა და მე იყო მწვრთნელობა. რა მოხდა? მოკლედ, ალბათ როგორც ყველა ბავშვი, ნუ ჩემი თავის განსაკუთრებით, რო ჩავრთავდით, მე FIFA-ს თამაშობდი ხოლმე სხვადასხვა PES-ის მოთამაშე ვიყავი 10, 11, 12, 13 წელს თამაშობდი, მაგრამ მამა ჩემთან ერთად FIFA 2006 წლის რაღაცა special mode იყო World Cup გერმანიის და მახსოვს რომ მაგას თამაშობდი ხოლმე, ოღონდ უკვე 8 წლის ასაკში, ანუ 2 წელი დაგვიანებით. მე იყო 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის მოუდი. ეგ არის ჩემთვის საუკეთესო მოუდი, რაც ნათამაშები მაგაში. ხო, მაგრამ მე World Cup სოფლო გამოვტოვე. 2006 და მან საქართველოს ნაკრები იყო. როგორ გამოვტოვე, იმიტომ რომ მე 5-ში დავიწყე FIFA-ს თამაში. ჩემი ასევე კულტურული შოკი იყო, რომ აღმოჩინე. თუ არ ვცდები, შეიძლება ვცდები ედგარ დევიცი იყო. და შევჩენკო. და შევჩენკო. დავიცი და შევჩენკო. კი ბატონო, არ ცდება საერთოდ. მანდ დავიწყე. და ეს რომ ვინახე, მეთქი, ანუ რა ხდება ის ფეხბურთი მე რომ მიყვარს, ის გამოვტოვე. ხო, 6-ის სოფლო იცი რატო გამოვტოვე? S6 იყო ჩემი. S6-საც თამაშობდი. ორივეს თამაშობდი ხოლმე პარალელურად. ეხა მივხვდი, იმიტომ რომ ეგ მოუდი რო არსებობდა არც ვიცოდი. S6 იყო ჩემთვის თამაში. შეიძლება ეგეც არის. მე მახსოვს ერთ-ერთმა მაშინდელმა ფეხბურთელმა და ღმერთო ვერ ვიხსენებ იმ ფეხბურთელს, ანუ ჩემი მეგობარი ვინც მომავალი ფეხბურთელი იყო დღესაც თამაშობს. იცნობდა იმ ფეხბურთელს და დისკი გვათხო, რომელსაც ორი მხარე, ანუ ერთი უნდა ჩაგიწერა, ამოგიღო, მე მეორე აგრძელებთ. და მამა ჩემს Genius-ის დიდი ის იყო ხოლმე, okay, joystick controller და მაგით თამაშობდით ხოლმე მე კლავიატურაზე ისიც და მაგრად მახსოვს რა და მე პატჩები მეხმარებოდი. ხო, პატჩები, ნო. ოღონდ PES-ის შემთხვევაში, მე PES-ის და იმას არ ქონდა ჯერ. PES და PES პატჩები იყო ხო რა, ჩემი ბედნიერება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. და შესაბამისად, ნუ პარალელურად PES-ს თამაშობდი, PS6-საც ძალიან ბევრს თამაშობდი, მაგრამ FIFA ვირჩია ბავშვობიდან მიუხედავად იმისა, რომ PES-ი ჯობდა. ხო და, ნუ FIFA-ზე დაიმთხო ჩემი საკომენტატორო კარიერის დაწყება. ოკეი. როცა გავიგე რომ სადაც არსებობდა სამწვრთნელო მოუდი, ჩავართავდი ხოლმე, ჩემ გუნდს ავიღებდი. უბრალოდ სამწვრთნელო მოუდია რაღაც ჩემპიონატებს თამაშობდი ხოლმე, გუნდს ავიღებდი, რომელიც მომწონდა და წავიდა. თან თამაშობ, თან მიმყავს, რა თქმა უნდა, სახლში ყველა შეწუხებულია, ნუ ესე არ მახსოვს ხა რამდენად, მაგრამ იქნებოდნენ შეწუხებულები აუცილებლად. კი. და იმდენად ბევრს ვლაპარაკობდი და თან იმდენად კარგად ვლაპარაკობდი, არ ვიფასებ თავს, უბრალოდ ვსაუბრობ იმასაკის მქონე ბავშვისთვის, რომ ცალსახად გადაწყვეტილი მქონდა, რომ თუ არა ფეხბურთი, მაშინ რა კომენტატორობა. სხვადასხვის ჩვენი დღევანდელი ეს არხი რომ გავხსენი პირველად მივედი ბატონ ბიძინასთან და ლევან სალუქაძესთან, სადაც რაღაც ეროვნული ლიგის რაღაცები გადავიყე მაშინ, ჩიხურა, ქუთაისის ტორპედო იყო. პირველი ინსაიდი, აი სანამ საბა დაიწყებდა რაღაცებს, პირველი ინსაიდი საქართველოში თუ რამეა გადაღებული, მე და ლუკა გელაშვილმა, ვინც შენთან ერთად პირველი ანუ გორული დესანტი აქ მუშაობს. კი ბატონო, მე და ლუკა შევქენით ერთად ეს არხი თავიდან და
პირველი ინსაიდის რაც გადავიღეთ ეს იყო და რო ვერ დავლაგდით თან კორონა დაიწყო რაღაც მე ოთო მუმლაძემ პირდაპირ თვირები გაგებით ამას ყოველთვის ვიტყვი შეიძლება ვინოხერი ვარ მაგრამ აღმოაჩინა და თუ რამეს ვიზა დღეს ოთო მუმლაძის დამსახურება იქნება 100 წლის მერეც იმიტომ რომ რენდომ რატომაც ყავს რაღაცა გიორგი ჯანელიძე თუ კალტოზი მოვიყვანე Zoom-ში და ერთი ინსაიდ თემა გადავიღე დინამო ბათუმი გორიზილა საჩხერის და უცბად თქვა რომ მოდი მოვიდეს აჭარა სპორტი ერქვა მაშინ ძალიან დასაფასებელია ხო და რომ მოვედი ოთოსაკი გთვალე ხო არ ვიცი რამდენად კაი თვალი აქვს მაგრამ ხო მე მგონია რომ ძალიან კაი თვალი აქვს იმიტომ რომ მაგ ხოლმე რონალდინიო ჩამოიყვანეს საქართველოს 1000% მან დავამტა არა შენ და რონალდინიო უკვე რაღაცაზე მოწმობს ხო და მან რომ მოვედი პირველი სრული რაც მქონდა გარდა სპორტის ჟურნალისტიკის მე და ირაკლი მედაძე მუშავდით და ლევან ხარაზოვიც ქართულ ფეხბურთზე მქონდა რომ მეთქი იქნებ ცადო რამდენიმე ესე რომ აქტიურად უყურებდი რეპორტაჟებს მაშინ შენ სილქში იყო ხო კი სილქში ვიყო პირველი განცდა რაც გამიჩნდა იყო ის რომ ამდენი ფაქტობრივი ცოდნა არ მაქვს და ამდენი ფაქტობრივი ცოდნას არ გულისხმობ 30 წლის წინანდელს არამედ გუშინდელსაც როგორც იქნა დადგა ეგ დღე რომ სატესტოზე უნდა შევიდე იმედასთან ერთად და თუ არ ვწდები ჰოფენჰაიმი ბაიერნი სატესტო ჩავწერა საშინელება როგორც ხდება ხოლმე ჩემი ისეთი საშინელება რომ გაბროს აღარც დაურეკავს იმის მერე აღარც უთქვამს ჯოშუა კიმიხს ვიძახდი აი რაღაცა გამეტებით ჯოშუა კიმიხი და გამოდივარ და მეკითხება რომ ჯუ გვაქვს გერმანულში ესე გამოკვეთილა ჯო იქნება იოზუა და საერთოდ არ არის იქ და მეთქა თან მე 5 წუთზე გაიტანა მგონი მიულერმა გოლი და ჰაილ უყვებით რაღაც არ მახსოვს მოკლედ ზუსტად რა ერთი ზი ჰაილ რომ მეთქვა უეჭველი ნაცისტი ვიქნება დავიბლოკავე რა ვიდეოს ალბათ YouTube-ზე თუმცა მოკლედ შეიძლება თქვენ არიცით მაგრამ ფუძალი მიმყავს მე და ეს იყო ჩემი დიდი ტრავმა ერთ-ერთი აქედან მოგითხრა ბატონ ზურაბს მეძალიას რომელიც თავისი სტილით ჩემთვის რატომღაც ძალიან გამორჩეული ადამიანი იმიტომ რომ მაშინ სხვანაირად ფიქრობდა აი რამდენი ხანი გავიდა 3 წელი ბევრი ხო არ არის მაგრამ მაშინ ვიყავი 20 წლის 21-ის ხდებოდი და მაშინ უბრალოდ ბატონ ზურაბზე ვთქვი რომ აუ ეს არ ვიცი რაღაცა რა კაპრიზნი ტიპია თქვა ანუ ეგ თქვი ოღონდ რა თქმა უნდა ჩუმად იმიტომ რომ ეს სითავქეზე ხო რა თქმა უნდა გულში თქვი და მე მივხვდი რომ რაღაცა სტილი რაც გაქვს დაჭერილი და ეს მთლიანად მოიცავს ამ კომპანიას და თქვენ საკომენტატორო სტილს მივხვდი რომ რაღაცა ახალი იყო მაშინ თან ძალიან ბევრი ცუდად შეხვდა ხო ცუდად შეხვდა ეხა შეეჩვია არა ზურაბ მეძოლიამ შექმნა ახალი მოცემულობა საკომენტატორო გამოცდილებაში და შეიძლება ბევრი აზრი არსებობდეს თუმცა მაგას ყველგან ისევ როგორც შენ ოთო მუაძის დამსახურებას მე აღნიშნავ რომ ეს არა საქმე არა შრომა. ჩემს უკვე 8 წელი არის რა ქვეყნისთვის გაკეთებული. კულტურულად იმიტომ რომ დღეს ხალხი გაჩნდა 10000-ობით ადამიანი ვინც ამბობს რომ ფეხბურთს ვეღარ უყურებს თუ ის ქართულად არ არის გაკომენტარებული. ხო შესაბამისად შეიქმნა ახალი ქართული საკომენტატორო სკოლა რაშიც ზურაბ მეძოლიასული არის 100%-იანი ხო ვერტო დიდი და ასე შემდეგ ხო 100%-იანი სავარაუდო. მე მახსოვს რამდენი თამაშზე ანამყოფე ბირმინგემში ძალიან ბევრზე, იმიტომ რომ ინგლისში ხოვდა ასობით. გასაუბრებაზე რომ მივედი პირველად, ანუ მე ხომ ამ მუშაობდი და თან გასაუბრებას დამბარეს და კომენტატორების შეკრება იყო ეს პოტენციური და როგორ კითხებს უნდა იცე? გარინევილი ზმა, რა ქვია, რა გვარია. აი დაახლოებით აი ხა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აი დაახლოებით რომ ესეთი შეკითხვა დაგიშვა რომ 1986 წლის არგენტინა ინგლისის თამაშზე რამდენი კაცი მოატყუა დიეგო არმანდო მარადონამ და იმ კაცებიდან ფეხბურთელებიდან რამდენის გვარს მეტყვი ალბათ მე მარტო პიტერ შილტონს გეტყვი იმიტომ რომ ჩემი პირველი სიუჟეტი იყო სეტანტაში CK0 არა მარადონას ის რო იყო მურალი CK0 დაიხატა აი როგორ მიყვარს იცი უხდება მანდაურობას სიამაყი დავდე რომ შეირობდა მიდივარ და CK0-თან ამჯერ მიგვითამაშია ხო მეც ბევრჯერ და მაგას რომ ხედავ თან ის პულმა 86-ის მარადონას და ბურთის წაღება ულამაზეს რამე ძალიან მიყვარს. ხო და ეგ არ მომეწონა თავიდან. მივხვდი რომ რატომღაც შემიძლია ჩემი თავისუფლება, იმიტომ რომ მე ეგრე ვთქვი რომ თან მითხრა გაბრომ რომ ცდიო ბუნდესლიგას და მეთქი რავი ხო, იმიტომ რომ ჩემს წარმოდგენაში რატომღაც მეგონა არც პრემიერლიგა არ ვიცი ეგრე რომ ავიღოთ, მაგრამ უფრო იმას უყურებდი, ვინაიდან მანჩესტერის კლუბში მატყივარი ვარ, მაგრამ აი ეგ ფაქტობრივი ცოდნა სულ დღემდე კომპლექსად დამტებს. ხო, მე მგონია რომ ჩემს გვიანი არ არის, ოღონდ ამას იმიტომ რომ აქ ვარ რომ მინდოდეს ამას არ გეტყოდი საერთოდ მართლა გავჩუმდებოდი და გაგიგრძელებდი საუბარს სხვანაირად მართლა გეუბნები. ოღონდ შენი
ცოდნით, გულისხმობს თამაშის გაგება, ball knowledge, რაც არის პლუს ამას შენი ხმა, მეტყველების კულტურა, გულისხმობს იმას, რომ ფიქრობ თუ სურვილი გექნება და თუ ამისთვის დროს გამონახავ. ავციცილდები, არა. არა, რატო თუ იმუშავებ ამაზე, ან თუ იმუშავებ, მე პირდები, ოღონდ მარტო ის რომ თავი მოიკლა გადადო და არა, მაგრამ მცირე ხარკის გადახდის შემთხვევაშიც შეგეძლება რომ ეგ გააკეთო, ოღონდ ძალზე საკითხი რამდენი მოგინდება და რამდენი მზადხარ რომ ამას დავუთმო შენი დრო და რესურსი. მე მახსოვს რომ ერთი 5 ღამე მაინც მომდომი, მაგ უაზრო თან 15 წუთისთვის ვემზადებოდი 5 ღამე და რომ მივედი და ეგრე რომ გამოვიდა 1000%-იანი, მაგრამ იქნა რომ გამოვედი ერთადერთი რაც მაწყნარებდა იყო რომ იმედას უყურებდი და ყველაზე პოზიტიური ადამიანი იყო იმ მომენტში ჩემთვის. იმედა კიდე ცალკე მოვლენა, იმას აქ მოვიყვანა აუცილებლად. იმედა არის უძმესი. აი მართლა არის უძმესი. საიდანაც წამოვედით და მოდი რახან ესე ვართ, აქვე კითხავ. მე ვამბობ რომ ტაფსონას ეს არ მოსვლია პირობითად და რა არის. გამჭოლი გადაცემა საჯარიმოში რომ დარტყმაში აგრევია. ანუ ეგეთი რაღაც არის გამორიცხული თუ ფეხბურთი რაღაც მინიმალურ დონეზე გაქვს ნათამაშები. კი ბატონო, კი, გეთახმები. აი რაღაც ყველაზე სათუ მომენტი რო აიღო, წარმოვიდგინე რომ ამ სცენა ეგეთი რო ყოფილა რომ აი დარტყმა იყო თუ პასი. მანდაც კი მიხვდები გამეორებაზე რომ რა ჩანაფიქრი ქონდა. ან ამას აკეთებდა, ან ამას აკეთებდა რა. ხო, ამას კი არ გეუბნები რომ ჩემი აზრი, ამას გეუბნები რომ ხო, მოსულა, ძალიან გეხმარება. ეგ რა თქმა უნდა, უდიდესი ფორა მეც გეტყვი. ულტრაპროდ გეუბნები. აღქმა იმისა, რაც ხდება მოედანზე ბურთთან მიმართებაში, შეხებები, მე გადაწყვეტილებები, მე ინტერპრეტაციები ყველაზე დიდი სხვაობით გაძლევს მაგ დახმარებას და გეუბნება რომ მოდი ასე თქვი რა, იმიტომ რომ ასეა. შენ შესაძლოა მართლა ვარკეთილის უბნებში გითამაშია, ჩემს შემთხვევაში მაგალითად და რაღაცა უბანზე და აშო. თუმცა არსებითად იგივეა. იმდენად დიდი პროგრესია ამ ხრივაც, საფეხბურთო განათლების ხრივაც, რომ რაღაც მომენტში რომ გისმენთ ხოლმე, უკვე ხვდები რომ სანამ მე ანალიზს გავაკეთებ, თქვენ ნაფიქრი გაქვთ ამაზე და კარგად და მე აღარ ვიცოხებ ხოლმე თავს, მართლა. ძალიან ბევრს ნიშნავს. ოღონდ სახელი გვარვით რომ ხოლმე არ მწხვენ, იმიტომ რომ დღეს ლუკა მილორავა რომ ზის და პირობითად სერია რო ავიღო, რაც ყველაზე კარგად იცის. აშკარად. ძალიან კაია. აი ძალიან. მე გეთახმები რომ ძალიან კაია. ასე რომ არასდროს თქვა არასდროს. ხო, ეგ არის და ხალხი ხო მუშაობს საბედნიეროდ მაგაზე და მაგ მუშაობას აქვს შედეგი და რომ დაფასება რო აქვს, უკვე 1000 მაგად კარგი мотиваცია. ხო, ხალხმაც რო იცოდეს, ან კომენტატორი მარტო ესენი როგორც მუშაობენ, კი არ არის რომ აი ინფორმაციას მოვიძიებ და აი რაღაც ამ ფეხბურთელის ზაღლი გარდაიცვალა და აი მის მერე დეპრესია ქონდა ანუ სხედან რაღაცა ლიცენზირებულ ანალიტიკურ რაღაცებს უსხედან, ყველა დეტალი იციან, ვინ რამდენ კილომეტრაჟიანია, ვინ რო ვის კუჭის თავი ხო არის, ტკივა დღეს ჭვალი ხო არ დაადგება და ანუ ამ დონეზე განიხილავენ, იმიტომ რომ ის კი აქვს გასავლელი ამათ ადამიანების სახით, ვისაც ძალიან ჩვეულებრივად გამოსდა ხოლმე, ხო, ყოველი კვირა. ეხლა არ ვიცი რა შეიცვალა თქვენთან, მაგრამ მე შეკრებები მახსოვს, სადაც კოუჩინგის ნაწილი იყო ხოლმე, ბატონი ზურა იჯდა და იდგა თუ იჯდა და მიდიოდა ხოლმე ჩვეულებრივი. ახლაც გვაქვს მინდა გითხრა, რაღაცა ინტენსივობით, რაც შუალდობით პერიოდულობით საბედნიეროდ არის, იმიტომ რომ ეგეთი შეხვედრები ქმნის მერე შედეგს და ქმნის პროგრესს და ძალიან ასწორებს ეგ ამბავი. ვინაიდან YouTube-ზე ვართ, მოდი მე ხან დავიხმართ ჩემს პლანშეტს, რომ დავხედე რაღაც თემები ტოპიკებად ამაზე, რომ მეთქი რაღაც არ გამორჩეს, ხო, უჭველი გული დამწყდა. არა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ კიდე არ მოხვალ. არა. მე როცა დამიძახებ მე დიდი სიამოვნებით მოვა. პირველ ეტაპზე შენთვის ეს ინფორმაციის მოუკვლევა ფაქტობრივი ცოდნის გათვალისწინებით, იმ სტატისტიკის გათვალისწინებით, რაც შენ თამაშზე უნდა გეთქვა და პარალელურ რეჟიმში ჩაგეხედა ლეპტოპი იქნება თუ კომპიუტერი. რამდენად გაგიჭირდა და როგორ მოახერხე, ანუ იყო ღამეების გათენება, იყო რაღაცა ეს წნეხი, იყო ის რომ ვერ მოახერხე პარალელურ რეჟიმში წაყვანას და თან წაკითხოს რაღაც. ხო შეიძლება რომ წაიკითხო, ნუ ორნი ხართ, მაგრამ შეიძლება დაიმთხო ორივემ წაიკითხეთ და თამაში არ მდგომარეობა იყოს იქ და შენ ჯარიმა გეგონოს, როგორც მე სატესტოზე მეგონა მგონი. კი ბატონო, ხო ეგ ბალანსი ნახე როგორი გვაქვს დღესაც რაღაც შეხვედრა გქონდა შე რო ახსენე რომ გვიწევს რაღაც ინსტანციების გავოდა მე ამაზე მუშაობა კარგი კაფიო მოცემულობა არის რომ თუ ერთი მუშაობს და კომპიუტერში რაღაცას წერს თუ კითხულობს თუ სტატისტიკას ესწავლა მეორე უყურებს თამაშს რომ რაღაც არ გამოგრჩეს მარტივად ბალანსდება ორ კომენტატორ შორის და მე ზოგადად ძალიან მიყვარს როცა წყვილში მუშაობ რა ვერ გეტყვი დიდი გამოსვლება აქვს სოლო რეპორტაჟების თუმცა გაცილებით უფრო პროდუქტიული ვარ უეჭველად მომზადების სპეციფიკას რაც შეეხება
არ მქონია პრობლემა და მაგასაც აუხსნი რატო. იმდენად ჩემი ყოველდღიური რუტინა იყო რაღაც ჩემი დასეივებული სტატიების კითხვა და მე რა დღეში ალბათ 1-5 სტატიას ვასეივებ რა რუსულად და ინგლისურად ერთადად და ვიცი ჩემი მიმართულება და ვიცი რომ ეს გამომადგება რა ეგ გამოიმუშავე რომ ხვდები მე რა დამჭირდება საქმეში და ზუსტად იმ მიმართულებით იმ სტატიებს იქნება ეს ძალიან მშრალი სტატისტიკური ანალიზი სუფთა საფეხბურთო დეტალები თუ ძალიან მხატვრული ტექსტი ისე უნდა წავიკითხო სხვაერთ არ გამოვა. ამას რომ რაც ინტენსივობით აკეთებ, მე ძალიან მარტივია რომ თამაშამდე მოემზადო, რადგან კვირდან-კვირამდე უბრალოდ გიწევს რომ ბოლოს 3-4 დღის ნიუსებს გადახედოთ, თან ახლა მასალა უზღვავია, გააჩნია რომელ ჩემპიონატზე მუშაობ, პრემიერ ლიგა ყველაზე კომფორტულია ამ კუთხით, მაგრამ არსებობს ტელეგრამის კომფორტი, რაც dedicated და ისე ერთ კონკრეტულ გუნდზე გაძლევს ამომწურავ ინფორმაციას და შენ შედიხარ საქართველოში ყველაზე მომზადებული მაგ გუნდთან დაკავშირებულ ამბებში და თუ ეს არის ყოველდღიურობის ნაწილი, თუ შენ უბრალოდ გიყვარს მოგწონს სიამოვნებას იღებ და ამას ეს მიყვები, მაგრამ ეს თამაშის მომზადების მხრივ ძალიან გეხმარება რა. გიიოლებ საქმეს. თუ გქონია ესეთი მომენტი, იმედა მითხრა ერთხელ და ძალიან ჩამრჩა, კომენტატორების მხრივ კი რა ზოგადად ცხოვრებაში ჩამრჩა. რომ თან ამოწერილი მაქვს ეს, რომ არ მინდოდა რომ გამორჩენოდა. უცოდინრობა გაყიდე გულწრფელობაში. დაახლოებით არცოდვას ვარიანტია, მაგრამ უფრო მხატვრული, უფრო ლიტერატურული და უფრო ლამაზი რომ უცოდინრობა გაყიდე გულწრფელობაში. ანუ მე თუ რაღაც არ ვიცი, კი კაცო. მე მithქვამს რა, ხო, რა თქმა უნდა, მithქვამს რომ ეს ტიპი პირველად ნახე რა, მეთქი ამწამს რა და ვამბობთ რომ მოდი ჩვენს თქვენთან ერთად გავეცნობით ამ ფეხბურთელს, იმიტომ რომ 17 არის. არ შემოსულა არის დროს ახლა რაც ფორს მაჟორი დადგა ვიღაცამ ტრავმა მიიღო ამ პოზიციის ფეხბურთელი ალტერნატივას ხო არ არსებობს იმას ტრავმა შეიძლება და მე შემიძლია გითხრა გავხსნა იცი რა ამის ვიკიპედია Soccerways და SofaScores page და გითხრა ამის აკადემიაში ითამაშა ეს არის ჩვენ დებიტო მაგრამ მირჩევნია გითხრა რომ არ ვიცი რა, არ მინახავს საერთოდ, შენ ხო პირველად უყურებ, მეც პირველად უყურებ და მოდი ვნახოთ რა შეუძლია. ვინ არის საერთოდ? რატო გადაწყვიტა კლაუდიო რანიერიმ პირობითად რომ რომას მნიშვნელოვანი თამაში ეს ტიპი შემოეშვა. სულ თქვა გიჩერდება ხოლმე ისე მაგ დროს გუნდის ხელმძღვანელობა რო ხოლმე, ოღონდ ისეთივე კადრი რო წარმოიდგინე რომ გადადის გოლის გატანისას რაღაც და random ტიპები რო იყოს ყველა. ანუ განავიღაც აი ხავიერ ძალეთი და რაღაც აი random ტიპები რო არის. ოღონდ ისე გაჩვენებენ, ანუ მაგაზე ალბათ გავგიჟდებოდი. მე გეტყვი რაზე გაგიჟდებოდი. ლიგა 1-ში არიან ხოლმე სრულიად ამოუცნობი ადამიანები, თან კადრი გადადის და გადადის 10 წამით. ოღონდ ეს 10 წამი ძალიან ბევრია რა, მაგრამ იმ დროს რა უნდა თქვა რომ ვინ არის? თუ არ იცი ვინ არის და ეს 10 წამით თან უნდა გავიდეს, აი ეს ალბათ და მე რაღაცა ხელს მიარტყავ ვინ არის თორე მე რაღაცა უკვე უნდა ხო ხამპოლობ ხან არა ხო იმიტომ ლიგა 1-ში ძალიან ხშირად სრულად უცნობი პერსონაჟები შემოდიან და ისე გაყურებინებს ამას ეს რომ ძალიან მნიშვნელოვანი კაცია რა ეს უნდა იცოდე ძმაო რატო არ იცი გწყვენოდეს მე რომ სწავლობ ჩვენ ეგეთ ტიპებს და გვიწევს რომ ვიცოდეთ ვიღაცა მესამე ხარისხოვანი მენეჯმენტის ტიპები აჰა გარდა ლიონის სიამაყისა და შენის სიამაყის ფეხბურთელი მაინტერესებს ვისაც ჩააჭირებ მაგალითად 2-3 წლის წინ თუნდაც 3 წლის წინ რო იყო დღე კიდე 3 წლის რო გადაახვია უკან და აი შემდგომ აი ხო ამბობდი მე გეტყვი ხა ძალიან კაი რამის რა შერკის გულისხმობ და ხო შერკიზე ორ შემთხვევაში მქონდა ეგეთი დაცინვა ოფისიდან ჩვენი ოფისი არის ძალიან დიდი ახლა კიდე უფრო დიდია რა 400-ზე მეტი ადამიანი მუშაობს აქედან უმრავლესობა არის ფეხბურთის აქტიური მაყურებელი. ყველა 400-ზე მეტი მუშაობს. დღევანდელი და გამომდინარე რომ გადავიდა ხალხი კიდე მუხიანში ხო? არა, ერთად ვართ. სტამბაში ვართ ყველა ერთად. ახლა. ხო და 400-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, წარმოიდგინე. ნუ შერკიზე ხო? ნუ შერკიზე რაცა ჯეროდა, მივყვებოდი, ფლოპი იქნება, არ იქნება რაღაცები, კამათები სულ მქონდა. შეიძლება მართლა გაფლოპდეს რა, კაცმა არის. მაგრამ ბოლო ეგეთი кейსი მქონდა, რენის თამაშები მიმყავდა ხშირად იმიტომ რომ მუშაობ ლიგა 1-ზე მიყვარს ფრანგული ფეხბურთი მაგ ცუდთვისება სამწუხაროდ და ეგ რაღაცა დანაშაული მომისაჯეს რომ შენ ახლა ამას აღასრულებ და საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმეებს ჩაიდენ და გააკომენტარებ ფრანგულ ფეხბურთს და ნუ მიყვარს რა 2009 წლიდან რენის თამაშები რომ მიმყავდა დეზირე დუეს თამაშები ძალიან ხშირად მიმყავდა და გამოვედი
ერთი არ ვიცი მეორე თამაშის მერე თუ რამდენი წელი იყო დეზირე დუე მაშინ ძალიან პატარა რა ეხა ხო პატარა 2 წლის უფრო პატარა იყო მოკლედ და ვცხვი რა არის დეზირე დუე არის 20 ანდროზაერთი უწევს ეგ გადავამოწმოთ მე მგონი 20 არის 19 არის როგორ ხო დეზირე დუე 19-20 არის რა 19-ზე ვაკეთებ ხო რა 19-20 ნუ 20-ის გახდება და ჩვენთან ითამაშებს ანდროზაერთი ჯგუფში ყავს ხო და გამოვიდეთ ვთქვი რომ ეს ტიპი არის ახალი ნეიმარი 19-ს ახალი ნეიმარი როგორ დამცი იცი როგორ დამცინეს ვინ იყო პირველი ვინც ეს გააკეთა ანდროხელაძე თავად რეზიც ხო არ იყო რომელიც ახლა ჩვენთან არის რეზის რეზ არ დაუცინია ანდროხელაძემ კიდე მე ალბათ თავის სტილში იხარხარა ახალი ნეიმ დაფაზე დაწერეს მე ხო იცი დეზირე დუე ახალი ნეიმარი ტაფსონა ადრე ხოლმე ბრჭყალებში რუსთავის ყოფილ შენობაში ფორმულა როა ეხა მან 19 მან კედელზე იწარებოდა ხოლმე ვიცი დეზირე დუე ახალი ნეიმარი ბრჭყალებში ტაფსონა რა ამის ავტორი თუ რა და ბიჭო ჩემი ეს რევანში იყო მანდ რომ მე ფანდითებმა დაიწყეს ამის ლაპარაკი რომ ახალი ნეიმარია ლიგა 1-მა გააკეთა ვიდეო სადაც იდენტურ მოძრაობებს იმეორებენ ნეიმარი და დუე მე გახდა რაცა ჯენზი თაობის ნეიმარი მე გახდა დეზირე დუე ჯუნიორი მთელმა მსოფლიომ აი ასე ნუ რა თქმა უნდა აშკარა მსგავსების გამო აიტაცა რომ ეს ტიპი არის ნეიმარ ჯუნიორი და მაგრა გაასწორა და კარგა და გეტყვით ჩემი რევანშის როგორ ასტონ ვილას რო გაუტანა ის გოლი პარდებას. ხო. ჩემი გამოსვლა არ უნდოდა საკომენტატორში ხორდა. სხვა თამაში მივყავდა მართალია, მაგრამ უყურებდი PSG-ს თამაშს. მაინც მაგას ვიტყოდი, ყვარო თამაშს უუჭველი უკვე. ხო. პარალელურად. ჩემი გამოსვლა არ უნდოდა, იმიტომ რომ იქ შეკრებილი რაცა 60 ადამიანი, აუ ეხა ის გამოვა და ხო გეუბნებოდით და რაღაცა. რა თქმა უნდა, გამოვედი და ხო გეუბნებოდით, იმიტომ რომ ეს ტიპი ძალიან გავს ნეიმარს და ჩემი ბოლო ეგეთი მიღწევა იყო და დეზირე დუეთი ვამაყობ. ძალიან სიგიჟე კაცი. ვამაყობ. მე მქონდა ეგეთი, ან ბევრი მქონია, მაგრამ ერთი მქონდა, ან ნახე რაღაცები გამირტყამს, რაღაცები დამინახავს და ეგრე ყოფილა, მაგრამ რა თქმა უნდა, კაცო, რაღაცები აგუცილებია ხა. ერთი ყოფილა, რაც თუნდაც ყველაზე მეტად რო დამისვავს ვინმე, იმაზე უფრო მეტად იმის მეჯერა და ეს იყო რიკი პუჩი. მართლა, რიკი პუჩი შეეცდი. ძალიან სამწუხაროდ. მაგრამ რიკი პუჩი რო გადავხე 5 წლის წინ მე ჩემი არ ვიცი რატომღაც კარნახობს ჩემი ქვეცნობიერი ხარ რომ ნიკოლოზ დაბადაზე დამეთანხმებოდა. რო ზუსტად იმ დნმ-ის მქონე ფეხბურთელი იყო რაც აი ლამასიელი. მე ძალიან წურავდი კაცო, როგორ ძალიან მინდოდა რიკი პუჩის წარმატება მართლა. თელეგულით მე და პატარა გამხდარი კაცო 6-იანი დაბალება დატრიალდი ხო ტრიალი და პასები მე აქეთ იქით ხო ზუსტად ყველაფერი ანუ ყველა ის რაც ლამასიელს უნდა კონდეს და ცოტა ნაზავია მილანთან ამხანაგური თამაში გახსოვს? კი ბატონო რა თქმა უნდა იმიტომ რიკი პუჩის ყველა ეგ წარმატება მიხარო და მეგონა რომ მე რაღაცა აქედან გამოვიდოდი გვარი გამახსენე საყრდენი იყო არა, არა, მილანის კესი იყო, ძალიან დიდი. კესი იყო კაცო, მე ბარსაში თამაშა საჩემპიონო გოლი გაუტანა რეალს. კი კაცო, კესი მე ხო ბარსაში თამაშა საჩემპიონო გოლი გაუტანა რეალს კლასიკოში. ლა ლიგა რომ მოიგო 22-23 ბარსელონა ჩავისთან და ჩავიმაც სადარო რიკი პუჩი ყოფილიყო, უფრო მნიშვნელოვანი კაცი, მაგრამ ხო, ვერა. რიკი პუჩი გაკაჩავს MLS ეგრე გამოვიდა, იქნება ლოკალური ვარსკვლავი, უეჭვალოდ იქნება და ეხლა არის. არის კიდეც. და ძალიან მაგრად თამაშობს, ხო, MLS-ის მაგარი MLS-ის დონეზე ტოპ ფეხბურთელი. MLS-ის დონეზე. ხო, ეგრე დაულაგდით რა. ისევ არიგო საკეზე ვთქვათ რომ ფეხბურთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ყველაზე უმნიშვნელო რაღაცებში. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის შენი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა ცხადია, შენი სამშობლო ულაპარაკო და მგონია რომ ეგ არის ამოსავალი წერტილი, იმიტომ რომ ეგ ორი ერთმანეთის გარეშე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არ არსებობს და მე ძალიან ბანალურად ისე რომ ვფიქრობ ხოლმე ჟანგბადიც, საარსებო წყაროც, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, შთაგონებაც, ის რაზე მუშაობაც გინდა, რითიც გინდა რომ იცოცხლო, რაც გინდა რომ შენ შვილებს გადასცე და ეგ მგონია კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი, როცა ჩემ ჯერ არ არსებულ შვილზე ვფიქრობ, არ ვიცი მეყოლებათ თუ არ მეყოლებათ, რას გადავცემ და რას ვასწავლე. მან პირველ რიგში ერთ-ერთი პირველი მახსენდება ფეხბურთი რა. სპორტის ყველა სახეობას პატივს ვცემ გულწრფელად მინდა. განსაკუთრებით კალათბურთი გიყვარს თან შენ როგორ თან. მაგით დავიწყე. მაგით დავიწყე. ხო, მაგით დავიწყე, რა თქმა უნდა. ბუნებრივია, თუმცა მე ბანალურად იმასაც ვფიქრობ, რომ ხო, ეს არის გაცილებით მეტი ვიდრე სპორტი, იმიტომ რომ აი ამას გადაურჩენია
ადამიანების სიცოცხლე და ეს ადამიანი შეიძლება იყოს პაულო სორენტინო. ეს არის მაგალითად თამაში, რომელსაც თავგონებია რამდენიმე ფილოსოფოსი და ერთ-ერთი არის ალბერ კამიუ მაგალითად. ეს არის თამაში, რომელსაც კინოს გადაღების ინსპირაცია მიუწია პაზოლინისთვის, არ ვიცი, მიუწია სორენტინოსთვის. ეს არის თამაში, რომელზეც წერდა ნაბოკოვი, იმიტომ რომ თვითონ იყო მეკარე. ეს არის თამაში, სადაც ხო რა ლიონელ მესიმ 5 მილიონი არგენტინელი გამოიყვანა ბუენოს-აირესის ქუჩებში. მაშინ კიდევ მითხარი, რას შეუძლია 5 მილიონი არგენტინელის გამოყვანა ქუჩაში და ასევე მითხარი, რას შეუძლია შექმნას უფრო ბედნიერი საქართველო ვიდრე 26 მარტის. არა, რამე მითხარი, მოსულა, ევროკავშირში გაწევრიანებას მეუბნება. არა, არ მოხდება. ვერ გამოვა ამის თქმას ვაპირებ. ვიცი, არა, პირობითად თავაზობ რა. პირობითად გეუბნები. იმ გულშემატკივარს განსაკუთრებით ქართულ გულშემატკივარს და ჩემს გარშემო ძალიან ბევრი არიან, ვინც ყოველთვის კომუნიკაციის დროს მეუბნებიან, რომ ნეტა შენ მოგცლია ფეხბურთით რო ცხოვრობ მარტო. და ეგეც მინდოდა მეკითხა, რომ რა ქნას იმ ხალხმა, ვისაც ფეხბურთი არ აინტერესებს. აი, მე გეტყვი რა ქნას ფეხბურთი დაინტერესდეს. გამორიცხული. მორჩა, ხო რა, მე გეტყვი ყველა სხვა ვერსია და გზა არის განწერული რა. იცი ერთხელ რა. მაგ ხალხმა უბრალოდ ქნას ის, რომ ფეხბურთი დაინტერესდეს. რაღაცა უნდა მოახერხოთ მაგისთვის. ბოლოს ხმობენ ხოლმე რამდენი რაღაც სატელევიზიო, არა მარტო სატელევიზიო, ისეც ჩამოყალიბდა YouTube-ზეც, რომ რჩევა კომენტატორებს. არავით არ რჩევა კომენტატორებს, არ გვინდა. მე მინდა რჩევა ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავზიარო, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი არ მარტო მსმენელი, არამედ შენი მიმდევარიც არის. შესაბამისად, შენი რჩევა კი არ მაინტერესებს როგორც რიგითი გულშემატკივრის. მოდი რჩევა როგორც კომენტატორის, იმიტომ რომ ძალიან დიდ როგორ თქვა ემოციებს, გრძნობებს გაძლევენ ჩვენი ქართველი ფეხბურთელები, ზოგადად ფეხბურთელები, მაგრამ რო ავიღოთ ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ ისეთ რჩევა, რომ იმდენად სხვა კუთხით გაჩვენებენ ლაივში, ლაივის გარეთ თუ მე უსმენ შენს თავს, იმდენად გიხანგრძლივებენ ცხოვრებას ბრჭყალებში თუ ბრჭყალების გარეთ შენ ამ სიხარულით, რომ შენი რჩევა მგონია რომ კიდევ უფრო განსხვავებული იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც შეიძლება 10-15 ან აქვე 4-5 წლის მერე მათი თამაში რეპორტაჟზე შეიძლება დაჯდეთ წაიყვანო. ხო, უსმენდი ამ კითხვას და თან ფიქრობდი რა ვთქვა მეთქი, მაგრამ და ერთადერთი აზრი მიტრიალებს გონებაში რომ რაც არ უნდა გითხრან, აი როგორც არ უნდა დაგაჯერონ, რომ ვერ თამაშობთ, არ შეგიძლიათ, არ გამოვა, არის სისულელე და ბოდვა, იმიტომ რომ ხვიჩა კვარაცხელიასაც, ლიონელ მესისაც, ზინედინ ზიდანსაც თავიანთ თაობაში უამრავ ფეხბურთელს ამჯობინებდნენ და არ დაითრგუნოთ იმით, თუ რაღაც მომენტში გეტყვიან, რომ ეს თქვენზე უკეთესია, თქვენ ახლა წადით და სხვა საქმე იპოვეთ. არა. თუ თქვენში ეგ სიყვარული იმ დონეზეა, რომ ამისთვის თავგანწირო შეგიძლიათ, უბრალოდ იშრომეთ და მე გპირდებით, რომ თქვენ იმ ფეხბურთს ითამაშებთ, რომელსაც აი ასე შენატრეთ. ანუ არ დაიჯეროთ არავის შეფასების. ყველა თაობას მართლა ყავდა ის ანტიგმირი, რომელსაც უთხრეს, რომ შენგან მეგობარო ფეხბურთელი არ გამოვა. მაგრამ ეს ის მხოლოდ თქვენგან რა გამოვა. ამიტომ ბოლომდე შრომა და უბრალოდ იდეის და აზრის რწმენა, რომ თქვენ თამაშს კომენტატორი საქართველოს ნაკრების მაისურით წაიყვანს და იყვირებს თქვენ გოლებზე არის ერთადერთი მნიშვნელოვანი ამბავი. ან აი ხარ რა მოსდინო თქო რომ ნახომ დიჯთქო ან გემში ან ამით და კლაპდა დამთავრდა ხო სადღაც ხო ძალიან კაი იყო მე მგონია ბევრს ეუბნებიან და სისულელე არის ეგ ყველაფერი იმიტომ რომ მართლა ვფიქრობ რომ შეიძლება აი მესის კალიბრის ტიპსაც სადმე უთხრეს და მან გადაწყვიტა რომ დაინებებინა და არ დაუჯერონ არავის საერთოდ მაშინ სანამ დავთავრებთ რახან ეგ ინსპირაცია მომეცი რომ შედარებით უფრო მარტივი სიტყვები და შედარებით შეიძლება უფრო ზერელი ნათქვამი არა მაგრამ მაინც რაღაც თქვა ვიტყვი რომ აი დაახლოებით ეხლა რასაც ამბობდი ზუსტად ეგ ლაიტმოტივი დაძდევს მამა ჩემისგან გავიგე პირველად და დღეს ბავშვებთან ურთიერთობა რომ იწევს ხოლმე ნუ ვისაც საბჭოთა ამბებში ვეკითხები ესეც რაღაცას ვის გსურთ რომ ითამაშოთ ბარსელონაში აწევს ყველა ხელს კარგი შემდეგი შეკითხვა ვინ ითამაშებთ ბარსელონაში და ყველა ჩაწევს ხელს მე მარტივია ხოლმე და დილეტანტურიც რო ავიღოთ რომ ორი კიდური ხელი ფეხი ეს მთლიანობაში არ გაქვთ თავი შეგნით ტვინი ფეხები რაღაცა იქ არ შეგიძლიათ ტექნიკურ ნაწილში განვითარდეს რაღაც შესაბამისად ეს არის ხოლმე რომ მე კიდე სხვანაირად გვიზნობ ხოლმე რომ ჩემი თავის არ დავიჯერე დღესაც რაღაც საქმეებში კიდე არ ვიჯერებ ხოლმე რაღაც ანუ არავითარ შემთხვევაში
არც ჩემი ვიქნები ბოლო და არც პირველი და არც უკანასკნელი უბრალოდ და ვერც კრისტიანო რონალდუს ან ვინმე სხვა დიდი ფიგურის საინსპირაციო ტექსტს ვერ გადავაჭარბებ ამით, მაგრამ ყოველთვის რაღაცა ის Twitter წმენას მიყავხარ ხოლმე, სადაც ბოლო წერტილამდე. შესაბამისად ბავშვებო, მომავალ ფეხბურთელებო იზოლირებულად ფეხბურთელებზე იყოს მოდი მაინც როცა კითხავენ რომ ვის გსურთ აქ თამაში თქვენ საოცნებო კლუბში და ხელს აწევთ, როცა კითხავენ რომ ითამაშებთ თუ არა, ეგ ხელი არ ჩამოწიოთ და გავაგრძელეთ სამიზნისთვის ბრძოლა. შესაბამისად ესეა და ამგვარ. ძალიან მადლობა შენ პირიქით. კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩემთან და მოკლედ თუ გსურთ ხოლმე რომ ფეხბურთს უსმინოთ სასიამოვნოდ, გახსოვდეთ სადაც იქნება თამაში და იქნება ნიკოლოზ სტაბადაძე. აუცილებლად ჩართეთ და ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა და მე ველოდები შემდეგ მოსვლასა და მობადიჟებას აი. მაგას შევთანხმდით. ოღონდ იმ მოსვლამდე ხო გახსოვს აქ რაც მოხდება. კი ბატონო, ყველაფერი მახსოვს მე. მაგას უფრო ველოდები და მე პოდკასტი გიტარა და ქართული სიმღერები ჩემზეა. ნუ შარაბზე უკვე ძმაკაცებთან გამონახავს საერთოდ. შენ ვიზრუნებთ რა. არა, მადლობა ძალიან დიდი.